იუტაკა ნაკამურა, ლეგენდარული ანიმატორი, რომლის სახელი შეიძლება გაგონილი გქონდეთ, ან ყოველ შემთხვევაში მისი ანიმაციები მაინც ნახი გექნებათ. ეს არის ანიმატორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს და სცენები აქვს გაკეთებული ისეთ შოუებზე და ანიმეებზე, როგორიცაა One Punch Man-ის პირველი სეზონი, ასევე Cowboy Bebop-ი, Full Metal Alchemist, ანუ სრული მეტალის ალქიმიკოსი, ორიგინალიც და საძმოც, ასევე Cowboy Bebop-ის და Full Metal Alchemist-ის მსგავსად ბევრი სცენა აქვს გაკეთებული საგმირო აკადემიაში და გარდა ამისა, ნაკლებად ცნობილი შოუები, როგორიცაა Space Dandy, ან ასე ვქვია ფილმი Sword of Stranger. განსაკუთრებით Sword of Stranger-ის ამ ფილმის აღნიშვნა მინდა, იმიტომ რომ თუ დაყურები გაქვთ, მთელი ფინალური ბრძოლა გაკეთებულია იუტაკა ნაკამურას მიერ. და ხო, რაც გამომრჩა, Soul Eater-ი. აქაც ასევე ბევრი სცენაა გაკეთებული და მინდოდა დღეს განვიხილა მისი ერთი კონკრეტული ანიმაცია. ფინალური სცენა საიტამას და ბოროსის ბრძოლაში. ასევე ამ ვიდეოში ვაპირებდი ჩამერთო საგმირო აკადემიის მეორე სეზონში, მეთე სერიაში ტადაროკის და დეკუს ბრძოლაში ფინალური სცენა, რომელიც იუტაკა ნაკამურას გაკეთებულია და ეს განვიხილა, მაგრამ მგონი დიდ დროს წაიღებ, იმიტომ მირჩევნია ცალკე გავაკეთო ეს ორი ვიდეო. და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ იუტაკა ნაკამურას ანიმაცირებული სცენა ამ სერიაში და ამ ბრძოლაში არის მხოლოდ 30 წამი, ტექნიკური თვალსაზრისით არის საკმაოდ რთული და ბევრი რამ ხდება. უშუალოდ ეს სცენა, ბრძოლის სცენა და თითქმის პირველი ნახევარი არის ტექნიკური თვალსაზრისით მსგავსი იტანოს ცირკუსისა და იტანოს ცირკუსი, ვინც არის ტექნიკა, მეთოდი ანიმაციის უბრალოდ კონკრეტული ტიპის სცენასაც საგანი სწრაფად მოძრაობს და ამ სწრაფ საგანს, რომელიც მიფრინავს, სხვა საგანები მიყვება უკან. და ხშირ შემთხვევაში ეს საგანი არის გამარტივებულ სტილში დახატული, ან უბრალოდ ფიგურაა მარტო და ამ სწრაფად მოძრაობს საგანებს კამერა ვითომ მიყვება უკან, ანუ ვიზუალურად ისეთი ეფექტია შექმნილი, რომ კამერა უკან მიყვება. მსგავსი ვარიანტია აქაც და ეს ტექნიკა უშუალოდ შექმნილია იჩირო იტანის მიერ და იჩირო იტანის სახელი დაერქვა, ანუ იტანის ცირკუსი. და აქვე ანიმაციასთან ერთად უნდა აღვნიშნოს სტორიბორდინგი და ექშენ სცენების რეჟისურა და ქორეოგრაფია. ანიმატორს იუტაკა ნაკამურას ეს სცენა და ეს იდეა სტორიბორდინგის არაჩვეულებრივად გაცოცხლებული, მაგრამ სტორიბორდინგის თვითონ არაჩვეულებრივად არის გაკეთებული. და ასევე ვაბოდებ ამ კონკრეტულ სცენაში, როგორ კრეატიულად და კარგად არის გამოყენებული 2D ხელით ნახატი ფონები. და თავისთავად ამ 2D ფონებისთვის კრედიტი არ ეკუთვნის იუტაკა ნაკამურას, უშუალოდ ანიმაციაში როგორ იყო გამოყენებული, მაგას თუ არ ჩავთვლით, ვიზუალის როგორ არის დახატული, ამ ფონებზე კრედიტი ეკუთვნის background ფონის არტისტების ჯგუფს, რომელზეც ვნახე და One Punch Man-ის პირველი სეზონისთვის დაქირავებული ყავდა Madhouse მთელი ჯგუფი ანიმატორების და მთელი ჯგუფი ყავდა შეგრებილი და ერთი და ორი კონკრეტული ადამიანი არ მუშაობდა ფონებზე, რაც სრულად ლოგიკურია. და გამომდინარე, რომ მთელი სეზონის განმავლობაში პირველ სეზონში ძალიან ბევრი ფონებია და როგორც ვიცი, CGI არ იყო გამოყენებული ანიმაციაში. მათ შორის ბოლო 3 სერიაზე, მე-11 სერიაზე, სადაც ძალიან ბევრი ფონები იყო დახატული და ფონებზე არ გულისხმობა რა მხოლოდ რანდომულ შენობებს ან რა ქვია ცას რაღაც ეგეც, გულისხმობ ასევე ხობალს. ხობალს, რომელიც ანიმაციაში იყო ინტეგრირებული, მაგრამ დახატული იყო ფონების არტისტების მიერ სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვა სცენისთვის. იმის მაგივრად, რომ როგორც თქვი, შეიქმნათ 3D მოდელი. რაც თავისთავად ამ მასშტაბის 3D მოდელის და ასეთი დეტალიზირებული 3D მოდელის შექმნა სტუდიოს ძვირიც დაუჯდებოდა და დროსაც წაიღებდა და გარანტირებულად რესურსების დაზოგვის მიზნით, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად და კარგად გამოიყენეს. ეს ნახატები, ანუ ხომალდის არ არის ერთ ლეიერად დახატულია, რაც გადავითვალეთ, დახატულია 6 განსხვავებულ ლეიერად. ან თუ ანიმაციაში რაც დააკვირდებით, სხვადასხვა ლეიერი, სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს. რაც უფრო უკან არის დახატული ეს ხომალდის ნაწილი ფონზე, მით უფრო ჩქარა მოძრაობს, მაგრამ ჩქარა მოძრაობა არ არის შექმნილი, სხვადასხვა frame rate-ით, არ იმავე შექმნილი, რომ ხომალდის უკანა ფონზე დახატული უფრო დიდი მანძილით არის გადაადგილებული, გამოძრავებული კადრი და შეცვლილია უფრო დიდ მანძილზე გადაწეული ნახატი 2D მოდელი, ვიდრე წინა პლანზე დახატული. პირველ რამდენიმე კადრში არის არაჩვეულებრივი ეფექტების ანიმაცია ცეცხლის და დიბრი, ანუ ნანგრევის ანიმაცია და ტიპიური იუტაკა ნაკამურას სტილი იუტაპაკუბს, ანუ ეს ტექნიკა, როგორც იშტანის ცირკუსი ქვია, ამასაც იუტაპაკუბები ქვია. ანუ ნებისმიერი ანიმაცია, სადაც გინახავს, რომ შენობა კუბებად დაიშალა, ან რაღაცა ნანგრევები კუბებად იქცა, არის ან იუტაკა ნაკამურას გაკეთებული, ან ნაკამურასთან ინსპირირებული. და ვაბუდებ რამდენად, როგორც თქვა, ნატიფად არის დახატული ეს მთლიანობაში ანიმაცია.
წვრილი ნატიფი კუბები. ეს თუნდაც რამოდენიმე წამი იუტაკა კუბების რამდენად ესთეტიურ შესახედაობას იძლევა ანიმაციის. ასევე არ ვიცი როგორ ახსნა, ძალიან ჭკვიანურად არის გაკეთებული ფონებთან პერსონაჟების ინტერაქცია. ანუ თავისთავად ფონი არ არის და ანიმაციაში, ანუ ბრძოლის სცენაში ამ ფონის ჩართვა გჭირდება. ეს ფონი უნდა აფეთქდეს და თავისთავად ამ დეტალიზირებულ ფონს ნანგრევებად ვერ აქცევ და ვერ დახატავ თავიდან. და როგორ არის გაკეთებული ბოროსის და საიტამას პერსონაჟები, სინათლე ამ პატარა სინათლის ბიმის სახით ეჯახება ფონს, ხომალდს და არის ნათება 2-3 კადრი, და შემდგომ, როცა ნათება ქრება და ამ აფეთქებას ხედავთ, ეს რეალურად ტექნიკურად ეფექტების ანიმაცია არ არის. ფონი შეიცვალა, ანუ ის ხომალდის დიზაინი რაც ხომ დახატული შეიცვალა, დანგრეული ხომალდის ფონის სახით, იმიტომ რომ შინელებულ კადრში თუ უყურებთ, ფაქტობრივად ეს ნახატი, არ იცვლება. ეს ფონი ანიმაცია არ არის. არ მოძრაობს ცეცხლი. რამდენიმე წამის განმავლობაში, როცა პერსონაჟები ჩაუქროლებით, უახლოებულ კადრშიც და დაშორებულ კადრშიც ერთ და იგივე ნახატია ფაქტობრივად 45 კადრი თუ 48 კადრი, ანუ 2 წამის განმავლობაში 2-3 ჯერ იცვლება გარშემო ეგეც ცეცხლი, ანუ ბოლოებს დახატული. მთლიანობაში ეს მოდელი ერთ და იგივე რჩება. ეს თავისთავად შესამჩნევი არ არის, მაგრამ რო ჩაეძიო და დააკვირდე და შინელებულ კადრში უყურო, ანუ რეალური ეფექტების ანიმაცია რო ყოფილიყო, როგორ თქვა, თუნდაც 2-ებზე ან 3-ებზე ყოფილიყო დახატული, ანუ ყოველ მესამე კადრში ერთხელ იცვლებოდეს ნახატი, ამ შემთხვევაშიც 48 წამის 2 წამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო სადღაც 16 განსხვავებული ნახატი მაინც და 16 განსხვავებული კადრი მაინც, მაგრამ ერთი და იგივე კადრს ტოვებენ ფაქტობრივად. ანუ ბოლოში მიხატულ პატარა ცეცხლს თუ არ ცვლიან. იგივეა გაკეთებული ამ პატარა ნახატზეც, წინა პლანზე. ეს კიდევ უფრო მეტად შესამჩნევია. და უშუალოდ ახაც დააკვირდებით გრევის ანიმაცია რო არის. ერთი კადრია და მეორე კადრზე რო გადადის, პირდაპირ ნანგრევებია. ჩვეულებრივ ნანგრევებზე ერთ კადრში გადადის სცენა და უფრო მეტიც ფონი არ შეუცვლიათ. ანუ შენობა რაც დანგრეული უნდა იყოს რეალურად, ისევ არის ფონზე დახატული. უბრალოდ წინა პლანზეა დახატული და ეს კუბები, დანგრევები. ეს ფონი არ შეუცვლიათ. ზემოდან დაადეს. რასაც ვერავინ ვერ შეამჩნევს, თუ შევთავაზეთ ანიმაციის ნერთი ვინ ვერ გამოვარდა და არ ჩაეძია დეტალებში. თავისთავად ეს კრიტიკა არ არის და პრობლემა არ არის არანაირად. უბრალოდ პირიქით ჭკვიანად არის გაკეთებული ანიმაცია, რომელიც თლიანობაში ვიზუალურად, როგორ თქვა, არც შესამჩნევი არ არის და პირიქით, ლამაზ და მაგარ ეფექტს იძლევა მარტო თქვა. და შემდეგ, როცა საიტამას ისვრის ბოროსი, თავისთავად მთელი სცენა დახატულია შემდეგ გასაკვირად 2-ებზე, ყოველ მეორე კადრში ერთხელ იცვლება ნახატი იმის მაგალითად რომ ყოველ კადრში იცვლებოდეს. ახლა უშუალოდ სწრაფი ექშენ სცენაა და პერსონაჟები ჩქარა მოძრაობით და რაღაცა თლიანობაში მაინც ეს ეფექტს ქმნის, რომ ნახატი პერსონაჟის ყოველ კადრში იცვლება. რეალურად არ არის ისე ყოველ მეორე კადრში ერთხელ იცვლება. დამოუკრდულ სცენაში პერსონაჟები დახატულია 2-ებზე, ნახატი იცვლება ყოველ მეორე კადრში ერთხელ, ზოგ სცენაში მგონი 3-ზეც არის და შენაცვლებულია ხან 1-ზე დახატული ანიმაცია, ხან 2-ზე, ხან 3-ზე. ნახატი ხან ყოველ 2 კადრში ერთხელ იცვლება, ხან ყოველ კადრში იცვლება, ხან ყოველ მესამე კადრზე. მაგრამ უმეტესობა მაინც 2-ზეა. რაც უფრო მეტად უახლოვდება კამერა, ეს წარმოსახვისი კამერა პერსონაჟს, თავისთავად პერსონაჟის დიზაინი უფრო დეტალიზირებული ხდება, თითქოს კამერა უახლოვდება. როცა მოისვრის, ისევ და ისევ ის იგივე ფონია მოახლოებული და ახალიდან არ არის დახატული, ის ფონის მოდელები მოახლოებულია და ჩქარა გამოძრავებული. მოხდეს რა ქვია მაგას, როცა მოდელს კომპიუტერის საშუალებით ამოძრავებენ. შეიძლება ედიტორებმა უფრო იცოდნენ ეგ ვინც ანიმე ვიდეოებს და AM-ებს აედიტებს ხოლმე, იმიტომ რომ იმათ ჭირდება ხოლმე მაგას გამოყენება. თუ ვინმე ედიტორი აქვს, ვისაც ანიმაციის ვარიანტი შეიძლება გავუკეთებია, ედიტისთვის, მიხვდებით რასაც გულისხმობ. და მე აქ როცა ბოროსი უახლოვდება საიტამას, დარტყმას აპირებს, 2-3 კადრი ანიმაცია ბოროსის და საიტამაზე, იმპაქტ კადრები, იმპაქტ ფრეიმები და გადადის სხვა რაკურსთან აჩვენებს. მე რა ის იმპაქტ ფრეიმი, სხვა რაკურსი 2-3 ჯერ არის რაკურსი შეცვლილი, იმის მაგალითად რომ კადრი უშუალოდ შეიცვალოს, უცებ იმპაქტ ფრეიმებია ჩასმული შუაში და თითქოს ერთიანი უწყვეტი კადრია მარტივად რო ვხვათ. და შემდეგ სცენაში საიტამა როცა ვარდება, აქ რეალურად ანიმაცირებული რაც არის მხოლოდ საიტამა. უშუალოდ ფონები, მოძრაობაც არ არის. სხვადასხვა კადრში სხვადასხვა ფონია დახატული და ფონებს ცვლიან. ფონები რეალურად არ მოძრაობს, უბრალოდ სხვადასხვა ნახატებია ჩანაცვლებული ყოველ ფონზე.
ანუ სხვა სცენებში თუ ერთი ფონია დახატული და შემდეგ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გამოძრავებული კადრში კამერა მაგას მიყვება ვითომ პერსონაჟთან ერთად ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვა ნახატია ჩასმული. ერთი შემთხვევა თუ იქნებოდა, ანუ დახატული ერთი ნახატი, მე ახლენ დახატული მეორე კადრში სხვა ადგილას, მესამე კადრში სხვა ადგილას დახატული და მეოთხე კადრში სხვა ადგილას დახატული. ან მეორე შემთხვევა ერთი მოდელი დახატული და კომპიუტერის საშუალებით გამოძრავებული პროგრამის საშუალებით. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ერთი აბსოლუტურად სხვა ნახატი, მეორე აბსოლუტურად სხვა ნახატი და მესამე აბსოლუტურად სხვა ნახატი. არ ვიცი, სხვანაირად როგორ ავხსნა. შემდგომ ეს სცენა ულამაზად გაკეთებული, რომელიც იუტაკა ნაკამურას უყვარს ხოლმე, პერსონაჟს აქცევს ხოლმე მოდელს პერსონაჟის უბრალოდ როგორ თქვა სინათლის ბიმ. საფრთხე რა არის ბიმ. ნატურად აქცევს ხოლმე და იმას ამოძრავებს პერსონაჟის მაგივრად. ანუ უშუალოდ პერსონაჟის გარშემო ანუ ფონები ჩაბნელებულია და თითქოს პერსონაჟი ანათებს, მოდი ასე ვთქვათ. ანუ საგმირო აკადემიაშიც გავუკეთებია მსგავსი სცენა. ფერების საშუალებით კონტრასტის შექმნა უყვარს. და ამ შემთხვევაში პერსონაჟის ეს სინათლის ბიმი უბრალოდ არის ანიმაცირებული, ხომალდს მიყვება, ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ამას სჭირდება წარმოდგენა შენობები რო აღვიქვოთ. კედლების გარშემო სადაც კუთხეები და რაღაცა სინათლე როგორ მიყვება და როგორ იმოძრავებს, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ძალიან პატარა სცენაა, იდეაში მარტივია, მაგრამ გასაცოცხლებლად და რეალობაში გადასატანად რთულია და ანუ უმეტესობა ანიმატორს რო ვკითხოთ, ფონების ანიმაცირება ყველაზე რთული რამაა. ამ შემთხვევაშიც მიუხედავად რომ პატარა მონაკვეთია და რეალურად ძალიან მარტივ სტილში შეგაკეთებული, რეალურად ეს მარტივი სტილი მარტო დროის მხრივ მისცედა მოგებას, ან ამ შემთხვევაში ვიზუალურად უფრო ესთეტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, ანუ იმ მომენტში რომ მონახაზზე გაკეთება მოუწევდა ამ ხომალდის მონაკვეთის ამ პატარა ნაწილის და მაგაზე არის გაკეთება, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით საქმეს არ ამარტივებს, მოდი ასე ვთქვათ. დასაწყისი და ეს სათლე რომ მოძრაობს და შემდგომ ქვედა რაკურსიდან შენობას უყურებს და შენობას მიყვება პერსონაჟი, ძალიან რთულად არის გაკეთებული. პატარა მონაკვეთში, პატარა ორწამიან სცენაში 3D მოდელის 3D ვიზუალს აძლევს. ხომალდი როგორ თქვა, პერსპექტივაში რეალურად დახატული და პერსპექტივაში ხატვა, რასაც ძალიან ხშირად ვაბობ ხოლმე, თუ ვინმე არ იცით მარტივად რო ავხსნა წარმოსახვით კამერასთან, საგანი რომელიც უფრო ახლოს არის, ან სხეულის ნაწილი რომელიც ახლოს არის, უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ის რაც უფრო შორს არის, მარტივად რო ვთქვათ. და ეს პროპორციები ფარდობითია ამ შემთხვევაში რა, ერთი შეხედვით მარტივი ჩანს ასახსნელად, მაგრამ განსახორციელებლად და დასახატად ძალიან რთულია და ადვილად შეიძლება შეგეშალოს. მით უმეტეს თუ ამას აკეთებ ანიმაციას და არა ნახატს უშუალოდ, ერთ კონკრეტულ ნახატს და უნდა გაამოძრავო პერსპექტივაში პერსონაჟი ან თუნდაც საგანი. თუმცა კი თუ დახვეწე პერსპექტივაში ხატვა, განსაკუთრებით 5-წერტილიანი პერსპექტივა, რასაც fisheye ეფექტს, თევზის თვალის ეფექტი ეძახიან ხოლმე, თუ ეს სტილი დახვეწე, ჩათვალე უმაგრესი არტისტი ხარ და ვაბოდებ მაგ სტილის არტზე. მათ შორის კიშიმოტოს ნახატი მაგიტომ მიყვარს. მიუხედავად რომ One Piece ჩემი საყვარელი მანგაა და არტი ძალიან მიყვარს One Piece-ისა, კიშიმოტოს არტზე ვაბოდებ, ოკეი? კონკრეტულად fisheye ეფექტს რა დონეზე ხატავს კიშიმოტო და რამდენად მარტივად ხატავს და ისევ ანიმაციაზე რო გავაგრძელოთ ბოროსის და საიტამას ბრძოლაზე, შემდგომ ნაწილში როცა ბოროსი საიტამას დაარტყავს, არის ულამაზესი იმპაქტ ფრეიმები, იმპაქტ კადრები და ერთი რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ამ იმპაქტ კადრებში ეს ვარსკვლავები რაც არის მიხატული იმპაქტ ლაინები არის მიხატული როგორ თქვა არა უშუალოდ დარტყმის წერტილში, სადაც პერსონაჟები ერთმანეთს შეეჯახდნენ და დაარტყა, რასაც ნებისმიერი ანიმატორი რო გაკეთებიათ, ანუ ცენტრს, იმპაქტ ლაინების ცენტრს მან ჩაამატებდა და მან გააკეთებდა, იუტაკა ნაკამურას მსგავს რაღაცას გვერდზე ხატავს ხოლმე და გვერდზე აკეთებს. გამოკვეთილ წერტილებს გვერდზე უხატავს ხოლმე. რეალურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ იუტაკა ნაკამურას სტილია და ყოველთვის მაგას აკეთებს. და აქ პატარა შენელებული კადრებით საიტამას მოისვრის და მერე ულამაზესი ეფექტების ანიმაცია. ელექტროენერგიის ეფექტები რაც არის ნათების კადრში მოისვრის ანიმატორი მიზანმიმართულად ანელებს რომ შემზადება იყოს უშუალოდ იმპაქტისთვის, იმ ვარიანტში რომ კადრი შეიცვალოს და გაისროლოს, ანუ დარტყმის იმპაქტი იგრძნობოდეს ვიზუალურად. ამით იუტაკა ნაკამურას ანიმაცირებული სცენა მთავრდება და თუ ვინმეს აინტერესებს შემდეგში რომელ ანიმატორზე, რომელ შოუზე ან რომელ სცენაზე გავაკეთებ ვიდეოს, ანუ გამოკითხოს გავაკეთებ ხოლმე და ავდებ თუ ვინმეს აინტერესებს. აქვე ინსტაგრამიც მაქვს ცალკე ნახატებისთვის, რაც ნახატებს ვთავ ხოლმე. ზოგიერთს უკვე ვყავარ ჩემი TikTok-დან დაფოლოვებულს, მაგრამ ამ მანგებს, ნოველებს, ანიმებს, რასაც ვკითხულობ ხოლმე,
Record of Ragnarok იქნება, One Punch Man იქნება, გაჩიშაკუტა იქნება, One Piece ან არ ვიცი, ნოველებიდან რევოლუციიდან შედაუსლები, like მაგაზე ვიდეოებს ვდებ ხოლმე TikTok-ზე, აპდეიტებს. თუ იმ საინტერესოს რა ვიცი. დავრცელი განხილვის ვიდეოების სხვა არცაც მაგათი რთული, ამ არსებმა მაგათი რთული და იქ გადავიტანე. მარტო ანიმაციების განხილვა დავიწყე და იქ რანდომულად მაგათი რთული ძველი ვიდეოები.